საფრანგეთის ბრძოლა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც საფრანგეთის დაცემა, გაგრძელდა სულ რაღაც 6 კვირის განმავლობაში, 1940 წლის ზაფხულში. 1940 წლის მაისში საფრანგეთსა და მის მოკავშირეებს უფრო მეტი ჯარისკაცი, ტანკი და ქვემეხი ჰყავდათ, ვიდრე ნაცისტურ გერმანიას. ფრანგული არმია მართლა ძლიერი იყო. მას ასევე დახმარებას უწევდნენ ბრიტანეთი, ბელგია და ნიდერლანდები. მაგრამ სულ 6 კვირაში საფრანგეთი დაეცა. გერმანია საფრანგეთში არ მოუგია, იმიტომ რომ მეტი ჯარისკაცი ჰყავდა, ან უფრო ძლიერი იარაღი ჰქონდა. მათ მოიგეს, იმიტომ რომ მოკავშირეები მოათხოვეს, გერმანიამ ყველაზე სუსტ დაცვაზე მიიტანა იერიში და სწრაფად გამოიყენეს მოწინააღმდეგე შეცდომები. გერმანია საფრანგეთზე თავდასხმისთვის მზადება დაიწყო, მას შემდეგ რაც პოლონეთი დაიპყრო 1939 წლის სექტემბერში. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადეს, მაგრამ მათ მაშინვე არ განახორციელეს დიდი შეტევა დასავლეთში. სანამ პოლონეთი დასავლეთიდან გერმანიას ებრძოდა, ხოლო საბჭოთა კავშირი აღმოსავლეთიდან საფრანგეთსა და გერმანიას შორის საზღვრის დიდი ნაწილი მშვიდად რჩებოდა. ამ პერიოდს ფიქტიურ ომს უწოდებდნენ, რადგან ოფიციალურად ომი უკვე იყო, მაგრამ დასავლეთის ფრონტზე თითქმის არ ხდებოდა დიდი ბრძოლები. ჰიტლერმა ეს პერიოდი გამოიყენა, რათა შემდეგი შეტევის დაგეგმვა დაეწყო. მას სურდა საფრანგეთი დაემარცხებინა, მანამ სანამ ბრიტანეთი და გერმანიის სხვა მტრები სრულად მოემზადებოდნენ. ასევე იცოდა, რომ მისი შეთანხმება იოსებ სტალინთან დროებით იყო და შესაძლოა დადგეს დრო, როცა მას საბჭოთა კავშირთან დაპირისპირება მოუწევს. თავდაპირველად ადოლფ ჰიტლერს სურდა შეტევა 1939 წლის ბოლოსვე დაეწყო, მაგრამ ბევრი გერმანელი გენერალი წინააღმდეგი იყო. პოლონეთისგან განსხვავებით, საფრანგეთი უფრო ძლიერი იყო. მას ჰქონდა კარგად ორგანიზებული არმია, მრავალი არტილერია, თანამედროვე ტანკები და ძლიერი თავდაცვა. ფრანგის სარდლები ასევე იცოდნენ, რომ გერმანიისთვის ყველაზე მარტივი გზა ბელგიაზე გადიოდა. სწორედ ამ გზით ისარგებლა გერმანიის არმიამ პირველ მსოფლიო ომშიც. ამიტომაც ზოგიერთი გერმანელი გენერალი შიშობდა, რომ ბრძოლა გახანძლივდებოდა და სისხლიანი იქნებოდა. შესაძლოა ორი დიდი არმია ბელგიაში უბრალოდ ერთმანეთს შეეჯახოს, ისე რომ სწრაფად გამარჯვებული არ გამოვლინდეს. გერმანიის პირველი გეგმაც თითქმის ასეთივე იყო. გერმანიის მთავარი ძალა ბელგიის შუაგულში გაივლის, იქ ისინი შეხტებიან და უკან დაახევენ მოკავშირეთა ძალებს, სანამ ჩრდილოეთ საფრანგეთში შევლენ. მაგრამ ჰიტლერს ეს გეგმა არ მოეწონა. მისთვის ეს ძალიან ადვილად გამოსაცნობი იყო. თუ გერმანია თავის მთავარ ძალას იგანათავსებს, მათ მხოლოდ ყველაზე ძლიერ მოკავშირეთა ნაწილები შეხტებიან. რამდენჯერმე შეიცვალა და გადაიდო შეტევა ცუდი ამინდის, მომზადების პრობლემებისა და გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობაში არსებული უთანხმოების გამო. დროის გასვლასთან ერთად გაჩნდა უფრო საშიში იდეა. ბელგიაში მთავარი ძალების კონცენტრირების ნაცვლად, იქ შეტევა მხოლოდ სათღვარად გამოიყენებდნენ. როდესაც გერმანია ბელგიასა და ნიდერლანდებს შეუტევს, ისინი ელოდნენ, რომ იქ მივიდოდნენ ფრანგებისა და ბრიტანელების საუკეთესო ნაწილები. სანამ მოკავშირეები ჩრდილოეთში იქნებიან დაკავებულები, გერმანიის მთავარი ჯავშან ტექნიკის ძალა არდენებს გაივლის. არდენები არის ვრცელი ტერიტორია, სავსე თხეებით, ბორცვებით, მდინარეებით და ვიწრო გზებით. ის ბელგიის, ლუქსემბურგისა და საფრანგეთის ნაწილში მდებარეობს. მოკავშირეთა სარდლები ფიქრობდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ტანკისა და სამხედრო მანქანის გავლა რთული იქნებოდა. მათ არ უთქვამთ, რომ იქ გავლა შეუძლებელი იყო, მაგრამ მათ ეგონათ, რომ ნებისმიერი დიდი შეტევა ნელი იქნებოდა და მათ ეკნებოდათ საკმარისი დრო, რომ შეეჩერებინათ იგი. ამიტომ იმ მონაკვეთზე შედარებით სუსტი ფრანგული დანაყოფები განათავსეს. სწორედ აქ დაინახა გენერალმა ერიხ ფონ მანშტაინმა დიდი შესაძლებლობა. მისი იდეა იყო, რომ შეეყვანათ ყველაზე ძლიერი გერმანული ტანკები, არდენის დივიზიები გადაკვეთეს მეზის მდინარე სედანის მახლობლად და შემდეგ სწრაფად დაიძრნენ დასავლეთისკენ, ლა-მანშის სრუტემდე. თუ გეგმა წარმატებით განხორციელდებოდა, მოკავშირეთა არმიის დიდი ნაწილი ბელგიაში აღმოჩნდებოდა მომწყვდეული. ამ დროს გერმანული ტანკები მათ ზურგში გამოჩნდებოდნენ და გადაუკეტავდნენ გზას საფრანგეთში დაბრუნებისთვის. გეგმა ძალიან სახიფათო იყო. 1000-ობით მანქანას უნდა გაევლო არდენების სულ რამდენიმე გზაზე. თუ მოკავშირეთა ავიაცია მათ აღმოაჩენდა და დაბომბავდა, მთელი გერმანული კოლონა შეიძლება თხეში გაჭედილიყო. თუ ისინი მეზის მდინარესთან შეაჩერებდნენ, სიურპრიზის ეფექტი დაიკარგებოდა. თუ საფრანგეთი სამხრეთიდან სწრაფად შეუტევდა, გერმანული ტანკები, რომლებიც ზღვას მიიწევდნენ, შეიძლება ზუთში მოხვედრილიყვნენ და ალყაში აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლოა ჯილდოც დიდია. თუ ისინი სწრაფად გადალახავდნენ სედანს, თითქმის აღარ იქნებოდა დიდი მოკავშირეთა რეზერვი, რომელიც მათ აუღომლებლივ შეაჩერებდა. და აი ასე მოხდა. 1940 წლის იანვარში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რომელმაც კიდევ უფრო შეცვალა გეგმა. გერმანული თვითმფრინავი, რომელსაც ძველი შეჭრის გეგმის ნაწილი მიქონდა, ბელგიაში ჩამოვარდა. ამის გამო ბელგიელებმა მის მიერ მოტანილი დოკუმენტები ჩაიგდეს ხელში. იმის გამო, რომ შესაძლოა მოკავშირეებმა უკვე იცოდნენ ძველი გეგმა, გერმანიისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა შეტევის ახალი მიმართულების გამოყენება. 1940 წლის თებერვალში საბოლოო გეგმა შეირჩა.
არმიათა ჯგუფი B ნიდერლანდებსა და ბელგიაზე შეუტევდა. იქ ნამდვილი ბრძოლა გაიმართებოდა, მაგრამ მისი უფრო მნიშვნელოვანი მიზანი იყო ბრიტანეთის საფრანგეთის არმიების ჩრდილოეთით გადათრევა. ამასობაში არმიათა ჯგუფია გერმანული ჯავშანსატანკო დივიზიების უმეტესობას არდენებში გადაიყვანდა. მას შემდეგ რაც ისინი გადაკვედნენ მეზის მდინარეს სედანში და სხვა ახლომდებარე ადგილებში, ისინი პირდაპირ დასავლეთისკენ სანაპირომდე გააგრძელებენ სვლას. მათი მთავარი მიზანი არ იყო მოკავშირეთა თითოეული დანაყოფის დაუყოვნებლივ განადგურება. მათი მიზანი იყო მოწინააღმდეგის მოწყვეტა, მათი სარდლობის არევა და იმის აღკვეთა, რომ მათ შეძლონ ახალი ორგანიზებული თავდაცვის შექმნა. ეს გახდა გერმანული სტრატეგიის ცენტრი, რომელსაც ხშირად ცელისებურ გარღვევას უწოდებენ. მაგრამ საფრანგეთს და ბრიტანეთს სხვა მოლოდინი ჰქონდათ. მათ დიდი ნდობა ჰქონდათ მაჟინოს ხაზის მიმართ. ეს გახდათ გრძელი თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც მოიცავდა ბუნკერებს, ქვემეხებსა და გვირაბებს საფრანგეთსა და გერმანიას შორის საზღვარზე. მაგრამ ეს ხაზი არ ფარავდა მთელ გზას ლა-მანშის სრუტემდე. ამიტომ საფრანგეთმა იცოდა, რომ გერმანია შეიძლებოდა აეცილებინა მაჟინოს ხაზი და ბელგიაში გაევლო. ამიტომ მოკავშირეების გეგმა იყო, რომ გერმანული შეტევის დაწყებისთანავე ბელგიაში შესულიყვნენ. როცა ბელგიაზე თავდასხმა დაიწყებოდა, საფრანგეთის ყველაზე ძლიერი ნაწილები და ბრიტანეთის ექსპედიციური ძალა სწრაფად შევიდოდნენ ბელგიაში, რათა გერმანელებს ბელგიის ტერიტორიაზე შეხვედროდნენ. მათ გეგმაში იყო თავდაცვითი ხაზის შექმნა დილეს მდინარესთან და სხვა მნიშვნელოვან ადგილებში. ამისთვის ნათელი მიზეზი ჰქონდათ. თუ ისინი გერმანიას ფრანგულ საზღვამდე მისვლას დააცდიდნენ, ჩრდილოეთ საფრანგეთის ბევრი ნაწილი მაშინ ბრძოლის ველად გადაიქცეოდა. ამიტომაც ურჩევნოდათ მტრის შეჩერება ჯერ კიდევ ბელგიაში ყოფლისას. მაგრამ ერთი დიდი პრობლემა იყო, ბელგია და ნიდერლანდები ჯერ კიდევ ნეიტრალურები იყვნენ თავდასხმამდე. ისინი არ სურდათ ღიად შეემუშავებინათ დეტალური ერთობლივი თავდაცვის გეგმა საფრანგეთთან და ბრიტანეთთან, რადგან ეშინოდათ, რომ გერმანიას ამის საბაბს მისცემდნენ მათზე თავდასხმისთვის. ამიტომ, როდესაც ომი დაიწყო, მხოლოდ მაშინ მოუწიათ მოკავშირე ძალებს ბელგიისა და ნიდერლანდების არმიებთან შესვლა და სათანადო კოორდინაცია. როდესაც ერთდროულად გადაადგილდებოდა უამრავი ჯარისკაცი და ტექნიკა, წარმოიშვა საცობები, არასწორი ბრძანებები და დაგვიანებები. კიდევ უფრო დიდი პრობლემა მოხდა სამხრეთში. მაშინ, როცა მოკავშირეები თავიანთ ყველაზე ძლიერ ძალებს ბელგიასა და ნიდერლანდებში აგზავნიდნენ, არდენებსა და სედანში მცველების რაოდენობა იქლებდა. არსებობდა სადაზვერო ანგარიშები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ დიდი გერმანული ძალა შესაძლოა სწორედ იქ გაივლიდა. მაგრამ მოკავშირეთა სარდლებმა ამას მაშინვე არ დაუჯერეს. ფრანგის სარდლები მაინც დარწმუნებულები იყვნენ, რომ გერმანული ტანკები ვერ შეძლებდნენ სწრაფად გაევლოთ ვიწრო და ტყიანი არდენები. ფრანგულ არმიას ასევე არ ყავდა დიდი სარეზერვო ძალა, რომელიც მზად იქნებოდა გაგზავნისთვის თუ მათი დაცვა გაირღვეოდა. პრობლემა ისიც იყო, რომ მათი საუკეთესო ნაწილებიდან ბევრი უკვე ჩრდილოეთით იყო გაგზავნილი. რიცხობრივად მოკავშირეები სუსტები არ იყვნენ, მათ დასავლეთის ფრონტზე გერმანიაზე მეტი ჯარისკაცი, არტილერია და ტანკი ჰყავდათ. ბევრ ფრანგულ ტანკს უფრო სქელი ჯავშანი და უფრო ძლიერი ქვემეხი ჰქონდა, ვიდრე ზოგიერთ გერმანულ ტანკს. მაგრამ იარაღის რაოდენობა საკმარისი არ იყო. უფრო მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყენებ მას. მოკავშირეთა ბევრი ტანკი ქვეითების ხარდასაჭერად იყო განლაგებული. გერმანიაში კი ბევრი ტანკი რამდენიმე ჯავშანსატანკო დივიზიაში გააერთიანეს. მათთან ერთად იყვნენ ქვეითები, ინჟინრები, არტილერია, საკომუნიკაციო ჯგუფები და საჰაერო მხარდაჭერა. ამიტომ, როცა ისინი სუსტ დაცვას ხედავდნენ, შეეძლოთ დიდი ძალა სწრაფად მიემართათ ერთ ადგილას და სწრაფად გაეგრძელებინათ შეტევა. თუმცა, ყველა გერმანელი ჯარისკაცი სწრაფად არ გადაადგილდებოდა. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ფეხით დადიოდა, ან ცხენს იყენებდა აღჭურვილობის გადასატანად. მაგრამ გერმანიამ თავისი ყველაზე სწრაფი დანაყოფები ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებში განათავსა. აქ დაუშვეს შეცდომა მოკავშირეებმა. მათ ბელგიაში დიდი შეტევისთვის მოემზადნენ. გერმანიამ კი ეს რეაქცია გამოიხენა, რათა ისინი ნამდვილი საფრთხისგან შორს დაეჭირა. სანამ მოკავშირეთა ყველაზე ძლიერი ძალები ჩრდილოეთისკენ მიემართებოდნენ, გერმანული ტანკები მოულოდნელად დაესხნენ არდენებში და სედანთან. თუ ისინი დროულად არ შეაჩერეს, შეიძლება მთელი მოკავშირეთა გეგმა დაინგრეს. 1940 წლის 10 მაისს გერმანიამ ერთდროულად შეუტია ნიდერლანდებს, ბელგიას, ლუქსემბურგს და საფრანგეთს. ერთი შეხედვით მთავარი შეტევა ჩრდილოეთში იყო. ზუსტად ამას სურდა გერმანიას დაეჯერებინათ. მაშინ როცა ბრიტანეთსა და საფრანგეთის ყველაზე ძლიერი ძალები ბელგიაში შედიოდნენ, გერმანიის მთავარი ჯავშატექნიკის ნაწილები სწრაფად გადაადგილდებოდნენ არდენებში. ნიდერლანდებში გერმანიამ გამოიყენა პარაშუტისტები, ავიაცია და ჯარისკაცები, რომლებიც ფარულად მიუახლოვდნენ მნიშვნელოვან ხიდებს. ყველა საჰაერო ოპერაცია წარმატებული არ ყოფილა. ბევრი გერმანული თვითმფრინავი დაზიანდა და ზოგიერთი აეროპორტის დაკავება მათ მაშინვე ვერ შეძლეს. თუმცა ჰოლანდიის თავდაცვა მაინც სწრაფად დაეცა. 14 მაისს ლუფტვაფემ დაბომბა როტერდამი. ქალაქის ცენტრის დიდი ნაწილი განადგურდა და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სხვა ქალაქების დაბომბვის შიშით ჰოლანდიის მთავარი ძალები მეორე დღეს დანებდნენ. ბელგიაში კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო ფორტ ებენ-ემაელი. ეს იყო დიდი ციხე-სიმაგრე, რომელიც იცავდა მნიშვნელოვან ხიდებსა და არხებს.
ჩაოლებრივი ქვეითი შეტევის ნაცვლად გერმანიამ სპეციალური დანაყოფის მცირე ჯგუფი გადასხა. ეს ჯარები გლაიდერებით ჩავიდნენ, ისინი პირდაპირ ციხესიმაგრის თავზე დაეშნენ და გამოიყენეს ასაფეთქებლები იარაღებისა და თავდაცვითი პოზიციების გასანადგურებლად. ბელგიელი დამცველები მაშინვე არ დანებდნენ, მაგრამ ციხესიმაგრე განეიტრალდა და გზა გაიხსნა გერმანული წინსვლისთვის. სანამ მოკავშირეების ყურადღება ჩრდილოეთზე იყო გადატანილი, არდენში უზარმაზარი სატრანსპორტო საცობი წარმოიშვა. გერმანული ტანკების, სატვირთოების, артиლერიისა და ქვეითების რიგი ძალიან გაიწელა ვიწრო გზებზე. თუ მოკავშირეთა ავიაციამ ეს აღმოაჩინა და ძლიერად დაბომბა, შესაძლოა მთელი გერმანული ოპერაცია შეწყვეტეს. მაგრამ გვიან იყო, როცა ფრანგული უმაღლესი სარდლობა მიხვდა, რამდენად დიდი ძალა გადიოდა იქ. მათ გაგზავნეს გაძლიერება, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და უკვე გვიანი იყო. ისინი ასევე ფიქრობდნენ, რომ გერმანული артиლერია და ტანკები ნელა მიაღწევდნენ მეზის მდინარეს. მათი შეფასება მწარი აღმოჩნდა. მაისის 12-აფრის ჰაინც გუდერიანისა და ერვინ რომელის ძალები უკვე მდინარესთან იყვნენ. მეორე დღეს გერმანული ქვეითი ჯარი დაიწყო გადაკვეთა სედანში და დინანში. გადაკვეთის წინ ლუფტაფემ რამდენჯერმე დაბომბა ფრანგული თავდაცვა. მათ გამოიყენეს პიკირებადი ბომბ-დამშენები, რომლებიც სწრაფად ეშვებოდნენ დაბლა ბომბის ჩამოსაგდებად. მათი ხმაური ძალიან ძლიერი იყო და ეს კიდევ უფრო ზრდიდა დამცველების შიშსა და დაბნეულობას. ბომბ-დამშენებმა მთლიანად არ გაანადგურეს ყველა ფრანგული პოზიცია, თუმცა კომუნიკაცია გაწყდა. ზოგიერთი ნაწილი დაიშალა, გავრცელდა ხმები, თითქოს გერმანული ტანკები უკვე გადმოვიდნენ, თუმცა ეს ჯერ არ იყო სიმართლე. ამიტომ ზოგიერთი ჯარისკაცი უკან დაიხია მანამდე, სანამ გერმანული ძირითადი ძალა მოვიდოდა. როცა გერმანელმა ინჟინრებმა დროებითი ხიდი ააშენეს, ტანკებმა სწრაფად გადალახეს მდინარე. ზოგიერთი გერმანული ტანკი სუსტია შედარებით, უფრო მძიმე ფრანგულ მოდელებთან. მაგრამ ისინი ერთად მოქმედებენ, აქვთ მკაფიო კომუნიკაცია და სწრაფად უტევენ ერთ მონაკვეთს, სანამ მტერი მოახერხებს რეაგირებას. გერმანელი მეთაურებიც არ ელოდებიან ყოველი ახალი ბრძანების მიღებას უმაღლესი შტაბიდან. როდესაც შესაძლებლობას ხედავენ, მაშინვე აგრძელებენ მოქმედებას. ეს იყო დიდი პრობლემა, რომელსაც საფრანგეთი შეეჯახა. სანამ მოხსენება შტაბში მივიდოდა და მეთაურები გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, გერმანული ტანკები უკვე სხვა ადგილზე იყვნენ გადასულები. თავდაპირველად, გერმანელების პლაცდარმები მეზზე სუსტები იყო. ზოგიერთი ნაწილი საწვავის, ტყვის და მოქმედი ტანკების ნაკლებობას განიცდიდა. შესაძლებელი იყო მათ შეჩერება, თუ ფრანგებს მაშინვე ძლიერი და ორგანიზებული კონტრშეტევა ექნებოდათ. მაგრამ ეს თავის დროზე არ მოხდა. ფრანგულ ძალებს ჰქონდათ შეტევები, მაგრამ მათ კოორდინაცია აკლდათ და ხშირად ტანკები, ქვეითი ჯარი და артиლერია განცალკევებულად მოქმედებდნენ. იყო ადგილები, სადაც ფრანგმა ჯარისკაცებმა აჩვენეს, რომ გერმანელების შეჩერება შეეძლოთ. სტონეში პატარა ქალაქზე კონტროლი რამდენჯერმე შეიცვალა მძაფრი ბრძოლის გამო. ფრანგი კაპიტანი პიერ ბილოტის ჩარვი ერთი ტანკმა მრავალი გერმანული ტანკი და ანტიტანკური იარაღი გაანადგურა. მაშინ როცა მის საკუთარ მანქანასაც არაერთხელ მოხდა ჭურვი. ამან აჩვენა, რომ არც ფრანგული აღჭურვილობა იყო სუსტი და არც ყველა მათი ჯარისკაცი. პრობლემა იყო ის, რომ მათ თავიანთი ძალა სწორ ადგილას და სწორ დროს ვერ გამოიყენეს. 15 მაისს გერმანული ჯავშან ტექნიკა გამოვიდა თავიანთი პლაცდარმებიდან და სწრაფად დაიძრა დასავლეთისკენ. ამან საბოლოოდ აჩვენა მოკავშირეთა სარდლებს საფრთხე. ძირითადი ბრიტანული და ფრანგული არმიები ბელგიაში იყვნენ. როცა გერმანული ტანკები სწრაფად გადიოდნენ მათ ზურგს უკან, ბელგიიდან უკან დახევა ბრძანეს. მაგრამ ძალიან რთული იყო ამდენი ჯარისკაცის, ტექნიკის, артиლერიისა და მარაგის გადაადგილება, როცა გზები უტოლვილებით იყო სავსე. ამასთან ერთად, პოლიტიკური ხელმძღვანელობაც შეიცვალა. იმ დღეს, როდესაც ინვაზია დაიწყო, უინსტონ ჩერჩილმა ნევილ ჩემბერლეინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა. საფრანგეთში გენერალი მორის გამელინი სამხედრო სარდლის პოსტზე გენერალმა მაქსიმ ბეიგანმა შეცვალა. მაგრამ, როდესაც ეს ცვლილებები მოხდა, გერმანელებს უკვე ღრმა გარღვევა ჰქონდათ მიღწეული. ტანკებსაც არ ყავდათ მზად დიდი რეზერვი, რომელიც სწრაფად შეაჩერებდა გერმანულ ტანკებს. ზოგიერთი გერმანული ჯავშან ტექნიკის ნაწილი მცირე ხნით შეჩერდა, რადგან მათი უფროსი სარდლები შიშობდნენ, რომ ისინი ქვეით ჯარებს ძალიან დაშორდნენ. მათი ფლანგები გრძელი და ღია იყო, ამიტომ შესაძლებელი იყო მათზე სამხრეთი და შეტევა. მაგრამ მოკავშირეებმა ვერ შეძლეს ამ შესაძლებლობის გამოყენება. სარდლობა არეულობაში იყო, კომუნიკაცია ნელი იყო და არ იყო ნათელი ვინ უნდა ეხელმძღვანელა დიდ კონტრშეტევაზე. მაისის 20-ის თვის გერმანიის მეორე პანცერული დივიზია აბევილის მახლობლად სანაპიროს მიაღწია. ამ მომენტში მოკავშირე არმიების პირდაპირი გზა ჩრდილოეთიდან საფრანგეთის ძირითად ნაწილში გადაიჭრა. 1 მილიონზე მეტი ბრიტანელი, ფრანგი და ბელგიელი ჯარისკაცი იმყოფებოდა ვიწროვებად ზონაში ინგლისის არხის მახლობლად. მოკავშირეებმა სცადეს გერმანული კორიდორის ორივე მხარეს შეტევა. 21 მაისს ბრიტანულმა და ფრანგულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს არასთან ახლოს.
ზოგიერთი იტოს დანაყოფი გაოცებული დარჩა, რადგან რთული იყო მძიმე ბრიტანული მატილდა ტანკების დანადგურება ჩვეულებრივი ანტიტანკური იარაღით. მაგრამ მოკავშირეთა ძალა მცირე იყო და მას მხარდაჭერა აკლდა. შეტევა შეაჩერეს артиლერიამ, ავიაციამ და უფრო ძლიერმა გერმანულმა იარაღმა. მიუხედავად იმისა, რომ ამან შედეგი არ შეცვალა, გერმანელი მეთაურები კიდევ უფრო ნერვიულობდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა უფრო დიდი კონტრშეტევა იყო მოსალოდნელი. რადგან სამხრეთისკენ დაბრუნების გზა თითქმის დახურული იყო, ბრიტანეთის ექსპედიციურმა ძალამ და რამდენიმე მოკავშირე ნაწილმა დაიწყეს უკანდახევა დიუნკერკის მიმართულებით. დიუნკერკი არის პორტული ქალაქი, ბელგიის საზღვართან ახლოს, იქიდან მათი ევაკუაცია, იქიდან ინგლისის არხის გავლით ბრიტანეთში შეიძლებოდა. 24 მაისს რამდენიმე გერმანული ტანკი დროებით შეაჩერეს დიუნკერკამდე მისვლამდე. ხემდე ეს გადაწყვეტილება კვლავ განხილვის საგანია. შეჩერების სურვილი მხოლოდ ჰიტლერს არ ჰქონდა. გერმანელი მეთაურებიც შეშფოთებულნი იყვნენ ტანკების დაღლილობითა და დაზიანებით ტალახიან მიწაზე. საპასუხო შეტევის შესაძლებლობით და იმით, რომ ქვეითებს უნდა დაეციათ. ისინი ასევე ფიქრობდნენ, რომ ლუფტვაფე და მომდევნო გერმანული ჯარები შეძლებდნენ მოკავშირე ძალების დასრულებას, რომლებიც სანაპიროსთან ახლოს იყვნენ გაჭედილნი. ისინი შეცდნენ. ბრიტანეთმა ის პაუზა გამოიყენა იმისთვის, რომ გაეძლიერებინა დაცვა დიუნკერკის გარშემო და დაეწყო დიდი ევაკუაციისთვის მზადება. ასევე დაეხმარა ბრიტანელ ჯარიკაცებს ის, რომ მათ ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას გერმანელების შემდეგი გადაადგილებების შესახებ. ამის შედეგად მათ შეძლეს გაეგზავნათ გაძლიერება იმ მონაკვეთებზე, რომლებიც გერმანელებს შეიძლებოდა მოეწყვიტათ. მოკავშირეთა არმია ჯერ კიდევ უსაფრთხოდ არ იყო. ისინი ალყაში იყვნენ, უწყვეტად იბომბებოდნენ და მათი კონტროლებადი ტერიტორია სწრაფად მცირდებოდა. თუმცა მათ ამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დღე მოიგეს. და ომში რამდენიმე დღე საკმარისია იმისთვის, რომ გადაარჩინო არმია, რომელიც ბრიტანეთს მომავალ ბრძოლებში კიდევ დასჭირდება. 1940 წლის 26 მაისს ბრიტანეთმა დაიწყო ოპერაცია დინამო. მისი მიზანი იყო ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცების ევაკუაცია, რომლებიც დიუნკერკში იყვნენ მომთხვდეული. რადგან სანაპიროსთან წყალი მეჩხერია, დიდი სამხედრო გემები ვერ ახერხებდნენ ახლოს მისვლას. ამიტომ ბრიტანეთმა გამოიყენა დესტროიერები, სატრანსპორტო გემები, სათევზაო ნავები, ბორანები და სხვა მცირე ზომის საზღვაო ხომალდები. სანამ ჯარისკაცები სანაპიროზე ელოდნენ, გერმანული ავიაცია მათ განმეორებით ბომბავდა. ზოგიერთი გემი მაშინ დაიბომბა, როცა ხალხს აყვანდნენ. ზოგიერთი ჯარისკაცი დაიხჩო, სხვები კი სანაპიროზე დაბრუნდნენ და კიდევ ერთხელ დაელოდნენ წასვლის შესაძლებლობას. დიუნკერკის გარშემო ბრიტანული და ფრანგული დანაყოფები განაგზავნენ ბრძოლას, რათა შეეჩერებინათ გერმანელების წინსვლა. მათი ქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუ მათ მტერი არ შეეჩერებინათ, გერმანელები პორტამდე მიაღწევდნენ ევაკუაციის დასრულებამდე. 28 მაისს ბელგიის არმიამ დანებდა. მეფე ლეოპოლდ მესამე ბელგიაში დარჩა და გერმანიის ჭკვდემანის თვე დახტა. საფრანგეთი და ბრიტანეთი გაბრაზდნენ, რადგან მან მათთან არ ისაუბრა დანებებამდე. რადგან ბელგიის ძალები მათ მხარეს აღარ იყვნენ, კიდევ უფრო გაუჭირდა ჯარისკაცებს, რომლებიც დიუნკერკისკენ მიმავალ გზას იცავდნენ. მაგრამ ევაკუაცია გაგრძელდა 4 ივნისამდე 330,000-ზე მეტი მოკავშირე ჯარისკაცი გადარჩა. უმეტესობა ბრიტანელები იყვნენ, მაგრამ 100,000-ზე მეტი ფრანგი ჯარისკაციც გადავიდა ბრიტანეთში. ბევრი ფრანგი ჯარისკაცი დარჩა დიუნკერკის მიმდებარე ტერიტორიის დასაცავად, 10,000-ობით მათგანი მოგვიანებით იძულებული გახდა დანებებულიყო. ბრიტანეთის არმიის დიდი ნაწილი გადარჩა. მაგრამ მათი ტანკების, საარტილერიო იარაღების, სატვირთოებისა და სხვა მძიმე აღჭურვილობის უმეტესობა საფრანგეთში დარჩა. ამიტომ ეს ნამდვილი სამხედრო გამარჯვება არ იყო. ეს იყო წარმატებული გადარჩენა უზარმაზარი მარცხისგან. მაგრამ ეს ბრიტანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ მთელი ბრიტანეთის ექსპედიციური ძალა ტყვედ ჩავარდებოდა, მათ გაცილებით გაუჭირდებოდა ომის გაგრძელება გერმანიის წინააღმდეგ. დიუნკერკის შემდეგ გერმანია სამხრეთში დარჩენილ ფრანგულ არმიას დაუპირისპირდა. საფრანგეთმა სცადა ახალი თავდაცვის ხაზის შექმნა სომისა და აიზენის მდინარეების გასწვრივ. თავდაპირველად ფრანგი ჯარისკაცები გამძლედ იბრძოდნენ. მათ სოფლებში და ტყეებში მცირე, მაგრამ მტკიცე თავდაცვითი პოზიციები შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ტანკები ახერხებდნენ გარღვევას, ფრანგი ქვეითები რჩებოდნენ თავიანთ პოზიციებზე და აფერხებდნენ უკან მომდევნო გერმანულ ჯარისკაცებს. ამიტომ ზოგიერთი გერმანული ჯავშანსატანკო ნაწილი შორსაც კი აღწევდა, მაგრამ ქვეითთა მხარდაჭერის გარეშე. ეს აჩვენებდა, რომ ფრანგულ არმიას ჯერ კიდევ შეეძლო ღირსეული ბრძოლა. როდესაც თავდაცვა ნათელია და მათი პოზიციაც კარგადაა მოწყობილი, მაგრამ გერმანიას უკვე დიდი უპირატესობა აქვს, მრავალი საუკეთესო მოკავშირე ნაწილი ევაკუირებული იქნა მძიმე იარაღის გარეშე. ან ჩრდილოეთში უკვე დატყვევებული იყო. საფრანგეთს აღარ ყოფნის რეზერვები, რომლებსაც ფრონტის ხაზზე გაჩენილ ახალ ხვალებში გაგზავნის. 5 ივნისს გერმანიამ დაიწყო ოპერაცია Case Ready, საბოლოო შეტევა საფრანგეთის წინააღმდეგ. გერმანულმა ძალებმა გადაკვეთეს სომისა და ენის მდინარეები. როგორც კი ხვრელს აღმოაჩენდნენ, მათი ტანკები სწრაფად გადიოდნენ და ფრანგული პოზიციების გვერდს უვლიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადგილას თავდაცვა მამაცურად იდგა, ფრანგი მეთაურები ვერ ასწრებდნენ შეტევის სისწრაფეს. როცა ახალ ხაზს ამზადებდნენ, გერმანული დანაყოფი უკვე სხვა ნაწილში იყო გასული. ტყვეების მიმართ დანაშაულებიც მოხდა. ზოგიერთ ადგილას გერმანელმა ჯარისკაცებმა აფრიკიდან ჩამოსული ფრანგი კოლონიური ჯარისკაცები მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე დანებდნენ. ეს იყო ნაცისტური რეჟიმის რასისტული შეხედულებების ნაწილი, რომლის მიხედვითაც შავკანიან ჯარისკაცებს დაბალ საფეხურზე აყენებდნენ. სხვა შემთხვევებშიც ბრიტანელი, ფრანგი და სამოქალაქო ტყვეები მოკლეს, სანამ კამპანია გრძელდებოდა. ივნისის 6-ისთვის გერმანულმა ძალებმა კვლავ შეძლეს ფრანგული თავდაცვის რამდენიმე მონაკვეთის გარღვევა. მეორე დღეს გენერალ ჰერმან ჰოთის ტანკები სწრაფად დაწინაურდნენ და ფრანგული მე-10 არმია გაიყო. ზოგიერთი გერმანელი მეთაური ყოველთვის არ ელოდა ბრძანებას. მაგალითად, ერვინ, რომელმა განაგრძო თავისი დივიზიის სწრაფი წინსვლა სენის დინარისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი უფროსები შეშფოთებულნი იყვნენ მისი ძალების ღია ფლანგით. ასეთი აგრესიული მოქმედება სახიფათოა, მაგრამ რადგან ფრანგული სარდლობა უკვე არეულობაში იყო და ისინი განაგრძობდნენ უკან დახევას, ამან კიდევ უფრო დააჩქარა თავდაცვის დაცემ. 9 ივნისს გერმანელებმა აღმოსავლეთით ახალი მასშტაბური შეტევა დაიწყეს. ბევრი ფრანგული ნაწილი კვლავ ძლიერი ბრძოდა და ზოგ ადგილას მათი არტილერია ეფექტურად მუშაობდა, მაგრამ მათ აღარ ყავდათ საკმარისი ჯარი და სწრაფი რეზერვი, რომ ყველა ხვრელი დაეფარათ. დანკერკმა გადაარჩინა ბრიტანული ჯარის დიდი ნაწილი, მაგრამ ფრანგებისთვის კატასტროფა ჯერად დასრულებულა. ძიმე. Na reserve para iserang lahat ng butas. როდესაც მისი ყველაზე ძლიერი მოკავშირე ძალა ჩრდილოეთში დამარცხდა, ბევრი ფრანგული ნაწილი ვეღარ უძლებდა შეტევას და პარიზისკენ გზა სწრაფად იხსნებოდა. 1940 წლის ივნისისთვის ფრანგული არმიის დარჩენილი ნაწილები საბოლოოდ იშლებოდა. ზოგიერთი ნაწილი მაინც მამაცად იცავდა გზას პარიზისკენ. 1940 წლის ივნისისთვის ფრანგული არმიის დარჩენილი ნაწილები საბოლოოდ დაიშალა. ზოგიერთი ნაწილი მაინც მამაცად იბრძოდა, მაგრამ ბევრი მათგანი თავის მეთაურებს მოწყდა. ჯარისკაცები, მანქანები, ლტოლვილები და სხვადასხვა სამხედრო ნაწილები ერთმანეთში აირია გზებზე. ზოგიერთმა აღარ იცოდა სად იყო მტერი, ან სად უნდა წასულიყო. გერმანიამ ეს სწრაფად გამოიყენა თავის სასარგებლოდ. ჰაინც გუდერიანის ტანკები განაგრძობდნენ ფრანგული ძალების ზურგში შეტევას. სხვა გერმანული ნაწილები კი სენისა და მარნის დინარეები გადაკვეთეს. ამის გამო საფრანგეთს ვეღარ შეეძლო ახალი ძლიერი თავდაცვითი ხაზის შექმნა. ბრიტანეთმაც გადაარჩინა თავისი დარჩენილი ძალები ქვეყანაში, რადგან უკვე ნათელი იყო, რომ გერმანული წინსვლის შეჩერება შეუძლებელი გახდა. 14 ივნისს გერმანიის არმია პარიზში შევიდა. ქალაქში თითქმის არ ყოფილა დიდი ბრძოლა, რადგან იგი გამოცხადდა ღია ქალაქად, რათა თავიდან აეცილებინათ უფრო ფართომასშტაბიანი განადგურება. ამასთან ერთად საფრანგეთის სხვა ნაწილებიც განაგრძობდა დაცემას. გერმანელებმა დაიკავეს მნიშვნელოვანი ქალაქები და მიაღწიეს ლუარის მდინარესა და შვეიცარიის საზღვარს. საკითხი მხოლოდ სამხედრო აღარ იყო. 10 ივნისს იტალია შეუერთდა ომს საფრანგეთისა და ბრიტანეთის წინააღმდეგ. ბენიტო მუსოლინი მიფიქრა, რომ ბრძოლა მალე დასრულდებოდა და მას სურდა წილი გამარჯვებაში. მაგრამ, როდესაც იტალიის არმიამ ფრანგულ ალპებში შეუტია, მათ ვერ შეძლეს სწრაფად გაევლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი დამცველები ცოტანი იყვნენ, მათ მაინც შეძლეს იტალიელთა შეტევის დიდი ნაწილის შეჩერება. ფრანგულ მთავრობაში ლიდერები გაიხო. პრემიერ-მინისტრ პოლ რეინოს სურდა ბრძოლა გაეგრძელებინა, თუნდაც მთავრობა ფრანგულ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ აფრიკაში გადაიყვანა. მაგრამ მარშალ ფილიპ პეტენსა და გენერალ მაქსიმ ბეიგანს სჯეროდათ, რომ ომი დასრულდა და საჭიროა ზავის თხოვნა. რეინო გადადგა. ის პეტენმა ჩაანაცვლა, რომელმაც მაშინვე მოითხოვა ბრძოლის შეწყვეტა გერმანიასთან, ყველა ფრანგი ლიდერი არ დაეთანხმა ამას. შარლ დე გოლი ბრიტანეთში გაიქცა. 18 ივნისს მან რადიოთი მოუწოდა ფრანგებს არ დანებებულიყვნენ და ბრძოლა სხვა ქვეყნიდან გაეგრძელებინათ. პირველ გადაცემას მხოლოდ ცოტა მოусმინა, მაგრამ ეს გახდა თავისუფალი ფრანგების მოძრაობის დასაწყისი. 22 ივნისს საფრანგეთმა ხელი მოაწერა ზავს გერმანიასთან. შეთანხმების ფარგლებში გერმანიამ დაიკავა საფრანგეთის ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილი, მათ შორის პარიზი და ატლანტიკის სანაპირო, ხოლო სამხრეთში დარჩა ფრანგული მთავრობა, რომელიც ვიშიში იყო განთავსებული და პეტენის ხელმძღვანელობით მოქმედებდა. ფორმალურად მას საკუთარი მთავრობა ჰქონდა, მაგრამ ნაცისტური გერმანიის კონტროლი და გავლენა ძალიან ძლიერი იყო. ივნისის 25-ისთვის დიდი ბრძოლები საბოლოოდ შეწყდა, სულ რაღაც 6 კვირაში დამარცხდა ქვეყანა, რომელსაც დიდი და ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავდა. ათობით ათასი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მილიონობით ადამიანი გაიქცა საკუთარი სახლიდან და კლიდან და 2 მილიონზე მეტი მოკავშირე ჯარისკაცი სამხედრო ტყვე გახდა. მაგრამ რატომ მოხდა დამარცხება ასე სწრაფად? ეს იმიტომ არ მოხდა, რომ მთელი ფრანგული არმია მშიშარა იყო. ბევრი ფრანგი ჯარისკაცი მამაცად იბრძოდა. მათ ასევე ჰყავდათ ტანკები, რომელთაც უფრო სქელი ჯავშანი ჰქონდათ, ვიდრე ზოგიერთ გერმანულ მოდელს. მთავარი პრობლემა მათი ძალების გამოყენების მეთოდში იყო.
მოკავშირეებმა თავიანთი ყველაზე ძლიერი დანაყოფები ჩრდილოეთში გაგზავნეს. როდესაც გერმანელების თავარი შეტევა არდენში განხორციელდა, მათ არ ჰქონდათ საკმარისი რეზერვი, რომ სწრაფად შეეჩერებინათ იგი. მათი სარდლობის სისტემა ასევე ნელი იყო. ბრძანებები ბევრ ოფიცერზე უნდა გაევლო. მაშინ, როცა გერმანულ მეთაურებს ფრონტზე ჰქონდათ თავისუფლება, მყისიერად მიიღოთ გადაწყვეტილებები. გერმანიამ ასევე გააერთიანა თავისი ტანკები, ქვეითი ჯარი, артиლერია, ინჟინრები, ავიაცია და რადიოკომუნიკაცია სწრაფ ოპერაციაში. როცა ისინი თავდაცვის ხაზს გაარღვევდნენ, არ ჩერდებოდნენ. ისინი პირდაპირ მტრის ზურგში მიდიოდნენ, რომ გზები, მომარაგება და კომუნიკაცია მოეჭრათ. გერმანიის არმია სრულყოფილი არ იყო. მათ საცობებიც ჰქონდათ, საწვავი და თხვია აკლდათ და იყო შემთხვევები, როცა მათზე კონტრშეტევა შეიძლებოდა. მაგრამ მოკავშირეებმა ვერ შეძლეს ამ სისუსტეების გამოყენება, რადგან მათი სარდლობა არეულობაში იყო და რეაქცია ნელი ჰქონდათ. გერმანულმა პროპაგანდამ ამ გამარჯვებას ბლიცკრიგი, ანუ ელვისებური ომი უწოდა. მაგრამ გამარჯვების მიზეზი მხოლოდ ტანკები არ ყოფილა. გერმან ჯარისკაცების უმეტესობა მაინც ქვეითი იყო, რომლებიც ფეხით დადიოდნენ ან ცხენებს იყენებდნენ. მათი ნამდვილი ძალა იყო სწრაფი ტანკების, ავიაციის, რადიოკომუნიკაციის და იმ მეთაურების შერწყმა, რომლებიც მზად იყვნენ წინ წასვასულიყვნენ, როცა შესაძლებლობას დაინახავდნენ. სწრაფი გამარჯვების გამო ჰიტლერის თვითდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზარდა. მან ირწმუნა, რომ თავის გენერლებზე უკეთესი იყო. და რომ შეეძლო იგივე წარმატების გამეორება სხვა ქვეყნებთანაც, მაგრამ მან არასწორი გაკვეთილი ისწავლა. იმის გამო, რომ გერმანია გაიმარჯვა, მათ დიდად არ მიაქციეს ყურადღება საკუთარ მომარაგების პრობლემებს. გრძელი ღია ფლანგები და ძალიან სწრაფი წინსვლა. საფრანგეთში მათ შეძლეს ამ საფრთხეების თავიდან აცილება, მომავალ ომებში გერმანიას აღარ ექნება ყოველთვის ასეთი იღბალი. საფრანგეთი დაეცა, მაგრამ ომი არ დასრულებულა. ბრიტანეთი უარს ამბობს დანებებაზე და ემზადება გერმანიის საჰაერო თავდასხმისთვის. გრძელდებოდა შარლ დე გოლის თავისუფალი ფრანგული ძალების ბრძოლაც. სულ ამდენიმე კვირაში ჰიტლერმა დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი დაიკავა. მაგრამ გამარჯვებამ, რომელმაც მისი თავდაჯერებულობა გაზარდა, ასევე უბიძგამას მიიღო უფრო დიდი და უფრო საშიში გადაწყვეტილებები. და სწორედ ამ გადაწყვეტილებებმა მიიყვანა ნაცისტური გერმანია საბოლოოდ საკუთარ დაცემამდე.